ნახოთ, როგორი სახის ურთიერთობა სურს თქვენ პარტნიორს თქვენთან, ხო? აი დავუშვათ, გაქვთ ურთიერთობა, ნახოთ ეხლა ჩვენ სიგნიფიკაციას. გაქვთ ურთიერთობა, რომ მიხვდეთ ვიზია გაშლა და ხვდებით ერთმანეთს, გაქვთ პაემნები, მაგრამ თქვენ არ იცით ამ ადამიანს რა დამოკიდებულება აქვს, რა განზრახვა აქვს თქვენს ურთიერთობის მიმართულებაზე, ხო? შეიძლება ეხა მიყურებს ადამიანი ქალი და ფიქრობს, რომ ადამიანს უნდა გართობა, ან უნდა სერიოზული ურთიერთობა, ან გაინტერესებთ რა განწყობით არის თქვენთან ურთიერთობაში ეგ მამაკაცი. ვისთანაც გაქვთ უკვე ურთიერთობა. ნახოთ სიგნიფიკაცია ეხლა, რა ხდება თქვენ შორის, რომ მიხვდეთ, გაშლა თქვენია თუ არა. მამაკაცი არის გაბრაზებულ პოზიციაში თითქოს თქვენთან დაკავშირებით, რაღაცა სამართლიანობა, უსამართლობის საკითხთან დაკავშირებით, უცბად გაბრაზდა ეს ადამიანი და ეხლა არის დუმილში. თითქოს ადამიანი გაბრაზდა და წავიდა. ნახოთ, როგორი სახის ურთიერთობა უნდა მაგ მამაკაცს რეალურად თქვენთან. პასუხი სამყაროსგან. გოგონებო, აქ არის სიტუაცია, სადაც ამ მამაკაცმა თავის სიყვარული გარკვეულ დონეზე გაგიზიარათ, გადმოგცათ, უნდა იცოდეთ, თავის გული გრძნობა გამოგიწოდათ, მაგრამ თქვენ ცოტა მაინც ეჭვის თვალით უყურებთ, ამიტომ ეს ადამიანი ახლა არის ცოტა დაბნეულობაში და ხო, ნახეთ თუ ეს ადამიანი ცოტა ჩაკეტილ პოზიციაში იმყოფება და შეიძლება ნაკლებ კონტაქტურია თქვენთან, ხო? და უფრო თავისთვის არის ცოტა როგორ არის იცი, შეიძლება და ამაზე მოგივიდათ კონფლიქტი თქვენ, რომ რაღაცა ბავშვურად შეიძლება გაბრაზდით, მსჯელობთ, რომ დაუშვათ ვიღაცა სხვა ხო არ ყავს, ან წარსულში ხო არ დაბრუნდი, ან რაღაცა. ამ დროს ეს ადამიანი რა აქვს იცით პრობლემა? რაღაცა წინსვლას თუ ვერ ეძლევს ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობას, იცოდეთ, რომ ეს რაღაცა თანხებს ელოდება, რაღაცა რესურსი მიღებული აქვს, მაგრამ რაღაცა თანხას ელოდება, რომ ეს ურთიერთობა წაიყვანოს სხვა ფაზაზე გადაიყვანოს ეს ურთიერთობა. აქ თქვენ გითხრებთ ცოტა ეჭვიანობის მომენტი, რადგან ეს ადამიანი შეიძლება არის ჩაკეტილობაში და რაღაციდან გამოსავალს ვერ ხედავს, ამას ცოტა თავის პრობლემები აქვს რა. თქვენზე აქ გაბრაზებული სხვათა შორის იცით, იმიტომ რომ სულ უკმაყოფილო ხართ, სულ რაღაცა დღე და ღამე ეს ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ არ იცის, ამან როდის ვინ ხართ, ვინ შემომიფრიდით, როდის გაუჩერებთ ურთიერთობას, დაიღალა უკვე თქვენი გამოცნობის თემებით, როდის დაუსვათ წერტილს, როდის რას გამოახტუნებთ, როდის რა მოგელანდებათ, როდის გამოამჟღავნებთ თქვენს გაბრაზებას წერტილის დასმით, ამით დაიღალა ეს ადამიანი ამ დროს.
ამ დროს ეს ადამიანი ნამდვილად ფიქრობს ამ ურთიერთობის სერიოზულ განვითარებაზე და ეს აქვს კიდეც გეგმაში. უბრალოდ რა არის იცით, ფინანსურად უნდა რომ დაგეხმაროთ ეს ადამიანი თქვენ. რაში გინდა რომ დაეხმარო შენ ამას? თქვენ შეიძლება რაღაცა დიდი ტვირთი გაქვთ მოულოდნელად დაგაწვათ მხრებზე. ვიღაცა მამაკაცის მხრიდან, რომელიც შეიძლება იმყოფება საზღვარგარეთ, ეს შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის წევრი, ვიღაცა რომელთან დაკავშირებული საკითხებიც, ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს ძალიან განერვიულებთ და უნდა რომ ამ ადამიანს დაგეხმაროთ ამ საკითხში, ოღონდ ამაზე ჯერ ხმას არ იღებს ეს კაცი. თუმცა ეს გეგმაში აქვს რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის ხარ თქვენ ძალიან საყვარელი ჯერფასი ადამიანი. ეს კაცი ახლა ვიზეც მიყურებთ თქვენ არ არის ფინანსების გარეშე ნამდვილად არ არის. და უნდა რომ დაგეხმაროთ და დაგეხმარება კიდევაც იცოდეთ, აი იმ ტვირთის დასრულებაში, რასაც ატარებთ თქვენ, რისთვისაც იბრძვით კი. თითქოს რისთვისაც აი ამ სიყვარულზეც რაღაცა მომენტებში გაბრაზებული ხართ, მე არ ვიცი ვისია ეს გაშლა. მაგრამ თუ იყო თქვენი, აბა გელოდებით დამწერეთ კომენტარებში და მოდი ვკითხოთ ახლა თქვენ რას გირჩევთ სამყარო ამ ეტაპზე, რას გირჩევთ სამყარო ამ ეტაპზე. რას გირჩევთ სამყარო ამ ეტაპზე მაგ ურთიერთობაში. რას გირჩევთ სამყარო ძვირფასო ადამიანო და შენ თუ ფიქრობ ნაბიჯის გადადგმას ამ კაცთან თანაცხოვრების საკითხზე ან ამ კაცთან გადასვლაზე საცხოვრებლად მიენდე, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება და ამ ადამიანს შეუძლია აიღოს, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობის საჭე, სადაც ორივე სწორ მიმართულებას მოგცემთ და მიიღე ის შანსი, რომელსაც სამყარო გთავაზობს, ჩემო ძვირფასო. ეს ადამიანი კი არა ცოტა ბავშვივით ფიცხი და ასე შემდეგ, მაგრამ იცოდე რომ ამ ურთიერთობისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გილოცავთ ძვირფასო ქალბატონებო, გელოდებით კომენტარებში, ვისი იყო გაშლა, მე ამით გავიგებ. ენერგო მიმოცვლის სახით კი დაალაიქეთ, მოიწონეთ ვიდეო, რომ მოხდეს ენერგო ბალანსი ჩემსა და თქვენ შორის და სამყაროსთან მიმართებაში და მოხდეს ბალანსი, რაც ყველაზე მთავარია. გემშვიდობებით სიყვარულის ენერგიებით და შევხვდებით ძალიან მალე. გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას და მზეს თქვენ სულში.